მე აზრით, ამ პარკისთვის 18 ევრო არის ძალიან ზვირი. დღეს მივდივარ პარკ გუელში, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია. გზად იქვე კაფეში ჩავიარე და საგზალი გავიყოლე. კრუასანში და ყავაში გადავიხადე 3 ევრო. და არის ძალიან მაგარი ფასი ჩემი აზრით. ბარსელონაში პირველად ვარ, თუმცა ძალიან შინაურულად და თავისუფლად ვხსნობ თავს და პირველივე დანახვით შემიყვარდა ეს ქალაქი. ნახევარზე მეწერა შემოსვლა, თუმცა მაინც მივედი გეითარ, რომ მეთქი ეკებ შევიდეთ, ხო და არც დავხედავთ როსთვის ისე შემომიშვა. დავიწყე პარკის დათვალიერება და რა თქმა უნდა მისი არქიტექტორი არის ანტონიო გაუდი. პროექტი 1900-იან წლებში დაიწყო და აქ უნდა შექმნილიყო ელიტარული საცხოვრებელი უბანი. იდეა ვერ განხორციელდა და საბოლოოდ მივიღეთ საჯარო პარკი. ტერასებიდან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე და ასევე მოჩანს საგრადა ფამილიაც. 1994 წლიდან პარკი შეტანილია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშიც. სიმართლე რომ ვქა უფრო მასშტაბურ სულოძი და ფოტოებში და ვიდეოებში უფრო ეფექტური ჩანს. მე აზრით, ამ პარკისთვის 18 ევრო არის ძალიან ზვირი. ესაც უყურებ, ვიდრე ვერ აღწევანდი ხალხი. ხომ ჩავალ და ნახოთ თუ შევისვით წარმოდგენას. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ტურისტულად მითხართ ბარსელონაში, ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს პარკი. გაითვალისწინოთ, რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ბილეთები უნდა შეიძინოთ წინასწარ ონლაინ. ამით დასრულდა ჩემი მოგზაურობა გუელის პარკში.